მეგობრებო, საპირფარეშოდან ახალი გამოსულებია. ნათია რაღაცა მოღუშული ყავს, აი, დილიდან ეძინება. ლამაზებო, მეც მიყვარხართ თუ წამოხვარ. ალმებით, ჩვენ ახლა ვართ ამბერგის ციხეზე, აი ეს ლამაზი გოგო. ეს გახლავთ ის ციხე, სადაც ახლა ხანს აღმოაჩინეს თამარ მეფის მონეტა. მეგობრებო, ნახეთ რა დიდებული და ლამაზია, შეხედეთ. ნახეთ რა დიდებული და ლამაზია, მეგობრებო, შეხედეთ. მეგობრებო, აი შეხედეთ, ამბერგის ციხე ანაპოზიორობს სკამზე. ესე ნახეთ, აი ესე დიდებულად გამოიყურება ამბერგი, ახლა მიმდინარეობს არქეოლოგიის ციხეა, მეგობრებო, სადაც თამარ მეფის მონეტა აღმოაჩინეს. მეგობრებო, ვიმყოფებით აგარაწის მთაზე. ნახოთ ეს ლამაზია და ზოგადად გარემო არის ძალიან საინტერესო. ეხლა აი ბოლო წელი ლამაზი ფოტოები გადავიღეთ. აგარაწის მთა ზღვისდონიდან 3200 მეტრი. ეს არის ბოლო წერტილი 3200 მეტრი, ეზე ვიდგას ჯვარი. ეს გადასვლა, გადმოსვლა. ამიტომ სამისულების ფოტოა. სულით ხალხნო და ვართ დანიშნულები. ვიმყოფებით აგარაწის მთაზე, ზღვის დონიდან 3002. დატკბით ხალხნო, დატკბით. მაქვს სამდღიანი საავტო ტბაზე რა ხედი იშლება. მაგარი. შემოგევლე. აი ხალხნო. მეგობრებო, ჩამოვედით საღამოვანქის მონასტერად ეწოდება ფსალმუნის მონასტერი. სალმუნის მონასტერი ეწოდება იმიტომ, რომ ამიტომაც ქვია ეს სახელი. აი იქით მარცხნივ არის კანიონი. ეს ტაძარი თარიღდება პირველი პატარა აგარაწის მთიდან გადმოიხედა და დაინახა ეს ადგილი და თქვა აქ უნდა აშენში მიიღო აი ეს სახე, რასაც უყურმოცემის თანახმად საუბარია რომ აქ ინახება. რა ვიცი, მთელი ჯარი მოვდივართ. აი თეო ნახეთ როგორ ამშვენებს აქაურობა, ვანავანქიდან ესეთი ხედი იშლება კანიონი. ჩანჩქერი. ესეთი ხედი იშლება. მეგობრებო, ახალგაზრდა აკრობატთა ჯგუფი. აი მთავარი არა, შენზე არა. აი მეგობრებო, ნახეთ ესეთი ხედი. იმედია მოგეწონათ აქაურობა. აი ჩადი გადაიღე სურათები.
ავდივართ ახლა ხორვირაბში. აი მეგობრებო. ვიმყოფებით ხორვირაბში, აი ნახეთ, უამრავი ხალხია. ნახეთ, ზედა მხარეს ამოვედი, ნახეთ რა სილამაზეა. ესე იგი მეგობრებო, ამოვედი ხორვირაბის პანორამაზე. ზოგადად ხორვირაბის მონასტერში ვარ და სიტყვა ხორვირაბი ნიშნავს ღრმა მღვიმეს. აქ იყო დამწყვდეული გრიგოლ განმანათლებელი, სომეხთა გამაქრისტიანებელი 13 წელი ზოგიერთი წყაროს გაგმოცემე 15 წელი და აი თრდატ მეფე თრდატ მესამე რო დაავადდა გრიგოლმა განკურნა და 301 წელს მიიღეს ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგია. სადახელვა ადას დამწვეული სიტყვაზე ამოვედი. თვითონ ვინმე ტაძარშია. შედიხარ ტაძარში და ჩადიხარ ღვინოში. ჩამოვედით ეჩმიაძინში. ნახეთ როგორ მიგვიზღვება წინ. ოჰო, ხალხო რაც ხელა ნეტა იცოდეთ ეჩმიაძინში. იყო აი უნიკალური ამ სიტყვის პირდაპირ. ესე გამოიყურება კასკადი. ეს კიდე ტამანიანის პარკი მეგობრებო. მეგობრებო, ესეთი ხედი იშლება კასკადიდან.
მეგობრებო, ჩამოვედით გეღარდის მონასტერში, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება. როდესაც სომხებმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, სწორედ აქ პირველი ქვაბული დაარსა გრიგოლ განმანათლებელმა 923 წელს არაბების შედეგად მონასტერი დაზარალდა და საბოლოოდ აღდგა მე-13 საუკუნეში. ამ მონასტერს სხვანაირად ქვია შუბის მონასტერი, რადგან მაცხოვრის შუბი, რომელმა ჯარისკაცმა ფერდში სწორცნა, აქ ინახებოდა, შემდეგ გადაიტანეს უკვე ეჩმიაძინის მუზეუმში. აი ხა შევალთ მონასტერში, ძალიან ბევრი ხაჭკარებია შიგნით, ანუ ეგრეთ წოდებული ჯვრები. შევალთ და დაგათვალიერებინებთ. გეღარდის მონასტერი. ეხა შევალთ შიგნით. აი წყალი აქ არიან. ქეთი ნახეთ რა უნდა. სიმფონია ნახეთ, ესე გამოიყურება. ნახეთ, აქ რა ხედი იშლება. ხეობაზე ნახეთ. განვითარებული მოვლენები. სევანავანზე აი ამბავი ხალხია. ძალიან ლამაზი სურათები გამოდის. დავამთავრეთ სევანის მოვლას, აი ნათია და ქეთი ამშვენებენ ეკლესიის ფონს, აგე.